ყოფილი პარლამენტარების სკანდალში გაეხდნენ გურამ ჩახვაძესა და თამაზ დაუშულს თაღლითობაში ადანაშაულებენ და პროკურატურაში უჩივიან. საჩივრის ავტორების მოქალაქეები არიან, რომლებსაც ექს-დეპუტატების მიერ შექმნილი ამხანაგობისგან 3 წლის წინ ბინები უნდა მიიღოთ, თუმცა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არც კი დაწყებულა. წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულებმა ერთხელ უკვე იჩივლეს, თუმცა მაშინ პროკურატურამ ჩახვაძისა და დაუშულის პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ არ დააყენა. დარეჯან ვაშაძისათვის ყოფილი პარლამენტარების მიერ დაფუძნებულ ამხანაგობას არენა სიტის აშენებული ბინა 2010 წელს უნდა ჩაებარებინა. ამბობს, რომ პირველი მოწვევის პარლამენტარის თამაზ დაუშვილისა და ედპ-ის დეპუტატის გურამ ჩახვაძის ავტორიტეტს ზენდო, რომლებიც არენა სიტის დამფუძნებლები იყვნენ. მშენებარებინაში საწყისი ფასი $20,000 გადაიხადა და შემდგომ თანხა ეტაპობრივად უნდა დაეფარა. ამისთვის დარეჯან ვაშაძემ სახლი გაყიდა და მეხუთე წელია ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს. თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში საჯარო რეესტრში აღმოაჩინა, რომ ამხანაგობა არენა სიტი დაიშალა. თამაზ დაუშვილს რაღაც არ მოეწონა, დაშალა ამხანაგობა, თვითონ იყო ცოტა ხანს თავმჯდომარე, გაიტანა თავისი მეუღლის კუთვნილი მიწა და ჩვენ დაგვტოვა ესე. დარეჯან ვაშაძის გარდა ამხანაგობისგან 15 ადამიანი დაზარალდა, რომლებმაც დამფუძნებლების წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას 2011 წელს მიმართეს. ითხოვდნენ როგორც ამხანაგობის ხელმძღვანელების, ისე დამფუძნებლების, ყოფილი პარლამენტარების გურამ ჩახვაძისა და თამაზ დაუშვილის დასჯას. თუმცა სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში მხოლოდ ამხანაგობის ხელმძღვანელების, დავით და აკაკი ენუქიძეების წინააღმდეგ აღიძრა. მათ აქვთ 7 წელი მისჯილი. ეს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტის შემსრულებლები. თავი და თავი, ასე ვთქვათ, ამ დამგეგმავი ამ არენა სიტის იყვნენ მისი დამფუძნებლები, გურამ ჩახვაძე და თამაზ დაუშვილი. გურამ ჩახვაძის პასუხისმგებლობისაგან არიდებას არენა სიტის დაზარალებულები ნაციონალურ მოძრაობასთან მისახლო ურთიერთობას უკავშირებენ. თამაზ დაუშვილის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზეზად კი გურამ ჩახვაძესთან მის ურთიერთობას ასახელებენ. ასევე ამტკიცებენ, რომ დაუშვილს ჩახვაძისათვის მფარველობის სანაცვლოდ კორპუსის აშენების შემთხვევაში ბინა უნდა მიეცა. ენუქიძეებს ქონება არ აქვს, ენუქიძეებს თუ სახლი რაღაცა გააჩნიათ, არა იმ სახლში 7 და 8 სული ცხოვრობენ და სასამართლომ კიდევ გამოიტანა რაღაც სასწაული გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ ისტორიას არ ეხსოვნება არასდროს. დააკისრა მთლიანად ეს ჩვენი გადახდილი თანხების გადახდა დააკისრა ენუქიძეებს. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ყოფილი პარლამენტარი თამაზ დაუშვილი. იგი თავს დაზარალებულად მიიჩნევს. ამბობს, რომ მის მიწაზე მშენებლობის გამო ობიექტები დაანგრიეს, რითაც იზარალა. განმარტავს, რომ ბინა ჩახვაძისათვის ახლო მეგობრობის გამო უნდა ეჩუქებინა და არა მფარველობისათვის. თავად ჩახვაძესთან მთელი დღის განმავლობაში დაკავშირება ვერ შევძელით. განმარტება ჩახვაძის ადვოკატმა გააკეთა. უკვე არსებობს გამოტანილი 2 სასამართლოს გადაწყვეტილება. ორივე სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ის გარემოება, რომ თანხები მითვისებული არის თაღლითურად დავით აკაკი ენუქიძეების მიერ, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩუქნიდი, აი ამ შვილებს გეფიცები ჩუქნიდი, იმიტომ რომ არის გაუბედურებული კაცი და უფულო კაცი იყო და ვთქვარ იყო და თუ არ ჩუქნიდი, აი ამ შვილების სიცოცხლეს ვიცავარ. მეგობარი იყო, ჩემი მეგობარი და დღეს არ ველაპარაკები. იმიტომ რომ გახდა ნაციონალი. სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს დაზარალებულთა ადვოკატიც. როდესაც ამხანაგობასთან ფიზიკური პირები დებენ ხელშეკრულებებს, წევრიანდებიან ბინათმშენებლობის ამხანაგობებში და იხდიან თანხას, ამ თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლები არიან ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები. დაზარალებულები უახლოეს მომავალში დაუშვილისა და ჩახვაძის წინააღმდეგ პროკურატურისათვის მიმართვას გეგმავენ. ისინი ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც თანხის გადახდა მხოლოდ ენუქიძეებს დაეკისრათ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.